გამარჯობათ. დღეს ვისაუბრებთ ბედის მატრიცაზე და კონკრეტულად ურთიერთობის ხაზზე. ურთიერთობის ხაზი იწყება ამ შემთხვევაში, ამ მატრიცის შემთხვევაში მესამე არკანიდან, ხო? ეს არის ჩვენი ხაზი, საიდანაც ვიწყებთ ურთიერთობაში შესვლას. რას ნიშნავს ეს? ამ შემთხვევაში ეს არკანით 3 წარმოადგენს ყველა იმ ბარიერს, რაც მიქმნის პრობლემას, რომ წამოვიწყო ისეთი სახის ურთიერთობა, მაგალითად, გინდ რომანტიკული სახით, გინდ მეგობრობის სახით, რაც მე მინდა, რაც ჩემთვის მისაღები ადამიანებთან, ხო? ეს წარმოადგენს ყველა იმ კომპლექს ტრამვას, რაც მე გავიარე ჩემს ცხოვრებაში და რაც ხელს მიშლის, რომ ავაგო ისეთი სახის ურთიერთობა, რასაც ვეძებ, ან რაც ჩემთვის მისაღებია, ხო? ან რაც ზოგადად დამეხმარება მეც და იქნება ობიექტური, სტაბილური და ამავსებელი ჩემთვის, ხო? ასე რომ ეს წერტილი წარმოადგენს ყველა იმ პრობლემას ჩვენში, შინაგანში და ასევე გარეგანში, თუ როგორ პარტნიორებს ვიზიდავთ, ხო? თუ რატო ვერ ხერხდება იმ ურთიერთობის აგება და მიღწევა იმ ურთიერთობამდე, რაც ჩვენ ასე გვსურს და რასაც ასე ვნატრობთ, ხო? ეს ყველაფერი წარმოადგენს, ეს წერტილი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ეს წერტილი წარმოადგენს ყველა ჩვენი იმ სახის პრობლემას, რაც გვაფერხებს. და ამ მომენტზე უნდა ვიმუშაოთ, პლუს ეს წერტილი ასევე კარმული კუდის ნაწილია, რაც უფრო მეტად აძლიერებს ამ ენერგიაზე მუშაობას. ხო, რატომაც უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ და დავამუშაოთ ეს ენერგია. შემდეგ იწყება მეორე ხაზი. ამ შემთხვევაში ეს არის მე-20 არკანი. მეორე ხაზი წარმოადგენს ჩემთვის, როგორი პარტნიორია სასურველი, რას ვეძებ, ხო, პარტნიორში, როგორ პარტნიორს ვეძებ. ეს შეიძლება განიხილოს როგორც რომანტიულ ჭრილში, ასევე მეგობრობის ჭრილში, ხო? როგორი თვისებები უნდა გააჩნდეს ადამიანს, რომ მე მასთან რაღაც ურთიერთობა დავიკავო და რაღაცა განვავითარო, ხო? როგორი პერსონა, პიროვნება უნდა იყოს ეს და როგორი თვისებები უნდა გქონდეს. როგორ უნდა ვგრძნობდე თავს მე მასთან ერთად, ხო? და ეს გვიჩვენებს ყველაფერ ამას. შემდეგ გადავდივართ მესამე წერტილში, ამ მატრიცაში ეს არის მე-17 არკანი და მესამე წერტილი გვიჩვენებს, ხშირად ძალიან ისეთი სტერეოტიპულია და ყველგან ამას ამობენ განსაკუთრებით TikTok-ში, რომ ეს წარმოადგენს იმას, თუ სად შევხვდებით ჩვენ, ხო, მე და ჩემი პარტნიორი მაგალითად. აი, სად გავიცნობთ ერთმანეთს და წარმოადგენს ადგილს, ხო? შესაძლოა ეს წარმოადგენს ადგილს და შეიძლება ამით ვიპოვოთ რაღაც მინიშნებები, თუ რომელ ადგილზე შევხვდებით და რა ადგილი იქნება ეს, მაგრამ უფრო მეტად ამ წერტილს უფრო მეტად სიღრმისეული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს წერტილი მდებარეობს ჩვენი ფინანსებისა და ურთიერთობის არხის კვეთაზე, ეს წარმოადგენს ბალანსს. თუ როგორ ზეგავლენას მოახდენს ეს ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანთან ჩვენს ფინანსურ სფეროზე, ასევე ჩვენს კარიერაზე და როგორ მივახციოთ ბალანსს ჩვენს პირად